მოგესალმებით მედია კავშირი ობიექტივის სტუდიიდან. ეთერშია გადაცემა კვირის მოვლენა, რომლის წამყვანი ვარ მე ზაზა კვიცარიძე და ჩემთან ერთად გადაცემას გაუძღობა ჟურნალისტი ჟანა ასანიძე. პირდაპირ ეთერში დარეკვის სურვილებს შეგიძლიათ დავიკავშირდეთ Skype-ით ობიექტივი და ასევე ტელეფონის ნომერზე 2-388-105. ვიმეორებ 2-388-105. ამ კვირაში საკმაოდ ბევრი ისეთი მოვლენა მოხდა, რომლებზეც გსურდა აქცენტის გაკეთება. მაგრამ დღეს ჩატარებულმა აქციამ ქართული ოცნების მიერ ოზურგეთში ყველა თემა გადაფარა. მოდით გავაკეთოთ დღევანდელი აქციის მცირე მიმოხილვა. თხოვ ჯანა. მივესალმები ჩვენს მაყურებელს, ვინც ამ წუთებში გვიყურებს. მინდა სოლიდარული ვარ იმ წინადადების, რაც ზაზამ თქვა, რომ ამ კვირის მანძილზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, განსაკუთრებით პოლიტიკური. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველი დღე არის ძალიან დატვირთული პოლიტიკურად, მაგრამ დღევანდელმა აქციამ ახლა ყველა თემა გადაფარა. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ მოვლენაზე გქონოდა სხვა დროს რეაქცია, ამჯერად კი ჩვენი ყურადღება შეჩერდა ოზურგეთში გამართულ აქციასთან დაკავშირებით. სულ 2 საათის წინ დასრულდა ოზურგეთში ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქცია, რომელსაც საყოველთაოდ გავრცელებული ინფორმაციით 32,000 ადამიანი ესწრებოდა, სადაც დასახელდა გურის მაჟორიტარი კანდიდატები ჩოხატაურში თემურ ჭკუასელი, ლანჩხუთში თემურ ჩხაიძე, ოზურგეთში ზვიად კვაჭანტირაძე. ძალიან ასე ვთქვათ, ამაღლებულ განწყობაზე იყო საზოგადოება დღეს შეკრებილი ოზურგეთში. ეს იყო საერთო ერთობა, საყოველთაო გამოსვლა, რომელიც ხატყოფდა იმას, რომ ძალიან დიდი საპროტესტო მუხტია დაგროვილი ქვეყანაში, რომლის გამოვლინებაც უკვე მესამედ მოხდა, ჯერ თბილისში, შემდეგ ქუთაისში, ახლა კი ოზურგეთში. ბიძინა ივანიშვილმა ამ აქციაზე თავის სიტყვაში თქვა, რომ ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც მას დასახული ჰქონდა, გეგმაში, როგორც იყო მკაცრად გაწერილი. ის ასევე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების უბადრუკიოინები ვერაფერს გახდება ქართველთა ერთიანობის წინაშე. ბიძინა ივანიშვილმა ასევე ისაუბრა გურის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სეგმენტების განვითარებაზე, რაც საზოგადოების მხრიდან ასე ვთქვათ აჟიტირების საგანი იყო და ძალიან საინტერესო და ამავე დროს ცოტა ცინიკურიც მომეჩვენა განცხადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა და რომელიც ააგენტოებით გავრცელდა. მან ბრძანა, რომ არის ხალხი, რომელიც სრულად უპასუხისმგებლო დაპირებებს იძლევა, ზოგიერთი უცხოური ფულით ხმების ყიდვას ცდილობს და ეკა ხერხეულიძე, როგორც ერთ-ერთი რუპორი ნაციონალური მოძრაობის მიიჩნევს, რომ სამდგანახსაღი აზრის მომხრეების შემოდგომაზე გამოჩნდება. ჩვენ სულ სხვა შედეგს ველით შემოდგომაზე და არა იმ შედეგს, რომელსაც იმედოვნებს ნაციონალური მოძრაობა და ზოგადად ხელისუფლება, მაგრამ ნახოთ შემოდგომაზე ითვლიან წიწილებს ნათქვამია. ძალიან საინტერესოა ფაქტი იმის შესახებაც, რომ დღევანდელ აქციას სოლიდარობა გამოუცხადა სხვა ქვეყნებმაც. ჩვენი თანამემამულეები პარიზში, ატვერპენში, თურქეთში შეიკრიბნენ. მე მგონი სხვა ქვეყნებშიც უბრალოდ ამ ეტაპზე მხოლოდ ამ სამ ქვეყანაზე მაქვს ინფორმაცია, სადაც გარდა იმისა, რომ სოლიდარობა გამოუცხადებს აქციის მონაწილეებს, ისინიც მიიჩნევენ, რომ საპროტესტო მუხტი ქვეყანაში ძალიან დიდია. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა ასევე დღეს პარალელურად იმ აქციისა, რომელიც მიმდინარეობდა ოზურგეთში, სულ ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის ლაშა კურტანიძის მეუღლე დააკავეს. ქეთი ბარამიშვილმა დააკავება და 1 საათით ადრე მეცხრე არხს სკანდალური ინტერვიუ მისცა. ბარამიშვილმა ტელეკომპანიაში მეუღლის წერილი მიიტანა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელზე იყო დაწერილი. მასში საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის გიორგი გეგეჭკორის და მისი გარემოცვის კრიმინალურ საქმეებზე. კერძოდ საუბარია ადამიანის გატაცებაზე. ლაშა კურტანიძე ქართული ოცნების მხარდამჭერია. ზოგადად ტენდენცია იმ შესახებ. ხაზე არის ჩვენი სტუმარი ბატონი გიორგი ხურიძე, ეს არის ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი. კეთილი, მაშინ მივცეთ სიტყვა და შემდგომ გავაკეთებ ფაქტის კონსტატირებას. მე მინდა ვკითხო ბატონ გიორგის. ბატონო გიორგი. გესმის ბატონო გიორგი? დიახ, თქვენი გვესმის. რა სიტყვი დღევანდელი აქციის შესახებ? ალო. გვესმის ბატონო გიორგი. დიახ, ისმის, გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით.
ისაუბრეთ. ალო. ისაუბრეთ გესმის თქვენ. ტელეფონი არის და მე ძალიან სულგასმევთ. ჩვენ გვესმის კარგად. გისმენთ? გისმენთ ბატონო გიორგი. ალო, გესმით მე ძალიან სულგასმევთ. ძალიან სამწუხაროა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ოზურგეთიდან მოემართება კოლონა თბილისისაკენ და როგორც ჩანს ეთყობა ვერ იჭერს ტელეფონი და ამიტომ გვაქვს ჩვენ ტექნიკური პრობლემები, ამიტომ ბატონი გიორგის ეხლა როგორ იცით ბატონო გიორგი? აი შევეშვით. ანუ არ ხერხდება რატომ გასაგებია გზიდან იქიდან მოდიან გზით და ჟანა რამინე შეგეკითხოთ. რაოდენობრივად თბილისი, ქუთაისი, ოზურგეთი, აი ეს სამი მონაცემი გვაქვს დღესდღეობით, ხო? თქვენ როგორ თვლით? თბილისში იყო 200.000-ზე საუბარი, ხო? ნუ რეალური ციფრი ეს არის დღესდღეობით მოცემული. ქუთაისში 55.000, ოზურგეთზე იძახენ 32.000. კი, თუმცა ნუ სადაო ხდება ხოლმე რატომღაც ციფრები აპელირება ხშირად ხდება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, იმიტომ რომ ისინი რატომღაც ძალიან აკლებს ითვლიან ხოლმე, მაგრამ ზოგადად მე გახდით ქუთაისში თქვენ ძალიან კარგად იცით და იქ სადაო არ გამხდარა რიცხვი აქციის მონაწილეების და სამწუხაროდ არ ყოფილა ოზურგეთში, მაგრამ ადამიანები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, თვლიდნენ რომ ალბათ ისევ გიორგია თვლიდნენ რომ 32.000 ეს არის ციფრი რომელიც უალტერნატივოა ამ შემთხვევაში. მე სხვა შეკითხვა მაქვს თქვენთან. რა მაინტერესებს? აი ეს 32.000 შედარებით რომ მოვიყვანოთ აი თბილისთან 200.000 და 55.000 ქუთაისთან. მე ვფიქრობ რომ ეს 32.000 ბევრად მეტია ოზურგეთის ვიდრე თბილისისთვის 200.000 და ქუთაისთვის 55.000. ეს რას მიგონიშნებს რომ ჩვენმა ძალიან დიდი მაღალი აქტივობა ჩვენმა გურულებმა ისეთი აი კარგი აქტივობა გამოიწვიეს, მაღალი აქტივობა გამოიჩინეს ფაქტიურად. დიახ, არ გეკამათებით. არ გეკამათებით გურიისთვის ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, იქიდან გამომდინარე რომ სამი რაიონი იყო ძირითადად წარმოდგენილი, ოფიციალური მონაცემებით 1800 ადამიანი ლანჩხუთიდან წამოვიდა, თუმცა ძალიან ბევრი იყო იქიდან თბილისიდან და ბათუმიდან ჩასულიც, მაგრამ ძირითადი მასა იყო აქტივისტების, როგორც ამბობ. დიახ, გისმენთ. გისმენთ ბატონო გიორგი. გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით. თქვენი ხმა კარგად ისმის და ისაუბრეთ ბატონო გიორგი. დიახ, მე მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. სპენას ხმა მოვდივარ მე ოზურგეთიდან, მინდა გითხრათ რომ დღეს გურიაში უპრეცედენტო რაოდენობით გამოვიდა ხომ ეს ფიქრები არ ვისაუბრებ. ხალხი და ამამაც შემიძლია გავაცხადო რომ ჩვენ რეალურად საქართველოს მოძრაობას დავამატებთ მთელ საქართველოს მასშტაბით. და რა მოხდა კიდევ სხვა აქციაზე, რა იყო საინტერესო? საინტერესო ის იყო რომ ხალხი განწყობა იყო ჩვენი და დავდიოდი და რამოდენიმე ახალგაზრდული ჩამოსვლები მოსახლეობის წევრობით ასევე აქციაზე და აქციის შემდგომ ხალხი განწყობა იყო ძალიან ამაღლებული და მოტივირებულია ხალხი ზუსტად იმას რაც ქართული ოცნება აქციის პროგრამა ისო გაიდი კარგით, არაუშავთ, ყოველ შემთხვევაში ხა მე მესმის გიორგის აჟიტირება, იმიტომ რომ დაახლოებით ასეთივე აჟიტირებულია ყველა აქციის მონაწილე, ზოგადად სრულიად საქართველოს, ვინც მეტნაკლებად თვალყურს ადევნებდა იმ აქციას, რომელიც მიმდინარეობდა პირდაპირ ჩართვის საშუალებით და რომელსაც ჩვენც უყურებთ, მე პირადად შენთან ერთად ტელევიზორით. სამწუხაროა, რომ მოვლენის ეპიცენტრში არ ყოფილვარ. მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ 1 ივლისს როდესაც იქნება აქცია. ერთად დავისწრებით. ბრძანეთ, გისმენთ. გისმენთ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ ბატონო, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. მოგესალმებით. საქართველოს სრულიად საქართველოს. გუშინ იყო იმეთის რეპორტაჟი შალვა ნათელაშვილის შოუ მოწყობილი. ცოტა ხნის უკან სხვათა შორის მოვისმინეთ, რომ
შალვა ნათელაშვილმა გამოაცხადა, რომ თაჟე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში იმით ვარდებულობდა მონაწილეობას, რომ იმედზე როგორ ვიკადრებ გამოსვლას, რომელიც ამ მთავრობის ტელეარხიიდან მე ოპოზიციონერი ვარო, ხო და გუშინ იმედმა დიდი რეკლამა გაუწია ამ კაცს, რა ვიცი ახლა როგორ შეიძლება ეს არის ქართული ჟირინოვსკი, უბრალოდ მე კულტურული კაცი ვარ. საინტერესო მოსაზრებაა, რა თქმა უნდა. მასავის ტაკი მასხარა, როგორ შეიძლება, რომ აი ესეთი სისულელები ადამიანმა იგაპარაკოს და თავისას პოლიტიკოსი დაარქვას. ეს უბრალოდ იყო ჩემი საზრით გათამაშება იმისა, რომ ესე იგი მაყვირალა ხალხი, რომელსაც ქვიათ ოპოზიციონერები და ესენი ოპოზიციონერები კი არ არიან, უბრალოდ ყვირიან, იგინებიან და წვივიან, აი ხალხის ხმების დაკარგვასგან მოერიდა მთავრობა და გასაგებია, მე ბოდიში უნდა მოვიხადო ბატონს ზაზა, შენც ბოდის გიხდი, იმიტომ რომ გაწყვეტინებ, მაგრამ შალვა ნათელაშვილი პრინციპში ჩვენი სასაუბრო თემა დღეს არ არის. გასაგებია, ხვალ ბატონ შალვას აქვს ბრიფინგი, რაზეც გაახმაურებს ძალიან საინტერესო. კი ბატონო, Skype-ში გვერდება. გესმით ჩემი? დიახ. გამარჯობა, მოგესალმებით მთელ ჩემს საქართველოს, ჩემ გურულებს, საიდან გიკავშირდებით? საზღვარგარეთიდან. კონკრეტულად ემიგრანტების ამერიკიდან. ემიგრანტების სახელით მოგესალმებით ყველა ჩემო ქართველებო. პირდაპირ დღეს ტერილით მოვუდი, რომ ვუყურებით ამ გადაცემას, პირდაპირ ეთერით ობიექტივი. სიხარულის წრებლები იყო ალბათ, არა? ნამდვილად. იცით რა არის, ბევრ რამეზე მიიღო ყურადღება, ჩემი ყურადღება, მაგრამ ერთ რამეზე ალბათ იმიტომ, რომ ჩვენც მიგრანტები დახარბებულები ვართ სამშობლოს სიყვარულს, ჩვენს ნათესავებს, ჩვენს ახლობლებს, ჩვენ შეწირულებს გვეძახიან, საქართველოსდან შეწირულები ვართ. ჩვენმა მთავრობამ ჩვენ გაგვყიდა ფულზე გაყვიდა, იმიტომ რომ ჩვენ ერთადერთი საქართველოში ჩვენი მხრიდან შემოდის ფული და იცი რა არის, ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის ყველასათვის. ალბათ ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის რომ თუ მალე გამოსწორდება საქართველოში მდგომარეობა და ჩვენ შევძლებ ჩვენი უნახავი შვილიშვილების ნახვას და მათთან ერთად ყოფნას. მივესალმები ბიძინა ივანიშვილის სიტყვას, რომ ისეთ ქვეყანას ავაშენეთ, რომ ლუკმაკურის საშუალებლად აღარ დასჭირდეს საქართველოდან გასვლა. ღმერთმა გვისმინოს, ღმერთმა უსმინოს ყველას და რამოდენიმე წლის მერე ნამდვილად ჩვენ ამას ვიგონებდეთ, აი რაღაცა სხვანაირად, ცუდად არა, კარგად ვიგონებდეთ აი ამ საშინელ მდგომარეობას. იმედის ნაპერწკალი გაღვივდა ქართველი კაცის გულში და ვისურვებდი რომ მალე აღსრულებიყოს ეს იმედი. ამინ ქალბატონო. ქალბატონო, თქვენ ყველა ვინც იმყოფებით საზღვარგარეთ და ლუკმაპურის საშუალებლად ჩვენი ტკივილი ხართ სულ ყველანი. ისევე როგორც ჩვენ ვართ თქვენი ტკივილი ალბათ სულ ყველანი ვინც აქვს თქვენ დაგჭირთ. ნამდვილად ჩვენ კარგი ცხოვრების გამო არ წამოვსულვართ. ეჭვი არ მეპარება რომ ესე და იმედი მაქვს რომ ძულმალე ალბათ მოგეცემათ მართლა ნამდვილი დაბრუნების საშუალება. არა ისეთი როგორც სააკაშვილი გვპირდებოდა. საქართველოში ყველას მაგის იმედი ჩაგვესახა და გვაქვს იმედი. იცით რა არის, კიდე ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მე დიდი ხანია აქ ვარ და როდესაც სააკაშვილი მოვიდა მთავრობაში, ზუსტად ამნაირად ვიყავი ჩვენც მაშინ. თქვენ გონიათ მე რამდენჯერ მილოცია მისთვის და რამდენი კაი სიტყვა შემივედრებია ჩემი სამშობლოსთვის, ჩემი ხალხისთვის, რომ ოღონდაც მოვიდეს ვინმე და გვიშველოს. მაშინაც საშუალად ჰქონდა საქმე. ახლაც იგივე საშუალად და ღმერთმა აკნას რომ ჩვენ ეს იმედები გაგვიწრულდეს. თორე ალბათ არ ვიცი, ალბათ მე აღარასოდეს აღარავის და აღარაფერს აღარ დავიჯერებ პირადად მე. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის არ შემიძლია უყურადღებო დავტოვო ამ ქალბატონის ჩართვა. მე როდესაც წინა აქცია ქონდა ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, როგორც იცით, ვიმყოფებოდი ქუთაისში და ძალიან გულდასაწყვეტი ფაქტია, რაღაცა ძალიან ბანალური თუ არ ვიქნები, რომ რეალურად ქუთაისი დაცარიელებულია ქუთაისლებისგან. სავსეა იტალია და თურქეთი, ქუთაისელი მანდილოსნები. იმიტომ რომ ლუკმაპურის საშუალებლად არიან გადახვეწილები, სამაგიეროდ ჩინელები, ინდოელები, ირანელები ძალიან ფეხმოკიდებულები არიან და გულდასაწყვეტი ფაქტია, იმიტომ რომ საქართველოს ასეთი ტენდენცია თუ გააგრძელდა და ზოგადად არ ეშველა ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებას, რომელზეც პირდაპირ მიბმულია ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, ძალიან გაგვიჭირდება ცხოვრება, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩვენი მიწა-წყალი დაცარიელდება ქართველებისგან და იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ იქნება, იმიტომ რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში არ შეიძლება
სხვა ერის წარმომადგენლები ასე ნავარდობდნენ და ჩვენს მიწა-წყალზე პრობლემები გქონდეს. ბუნებრივია ეს არ არის ქსენოფობიური გამოსვლა, პირიქით ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ქვეყნის მიწა-წყალზე ცხოვრობენ. დიახ. გისმენთ ბატონო გიორგი? გაიჩინა და დიახ, ძანეთ. ზონა გამოვიარა, ტელეფონი არ იჩენდა. მიუხვდით. დიახ, ეთერში ხართ. პირდაპირ ეთერში ხართ. მე მოვდივარ აქედან ძალიან ამაღლებული განწყობით და როგორც მე ასევე თელმა თურქეთმა და თელმა გურის ცხოვრებლებმა ვინც აქციაზე იყვნენ და მე მინდა გითხრათ ეს პრეცედენტო რაოდენობა ყველა ამაღლებული განწყობით დატოვა და აქცია ასეთბად და მე მინდა მიუსამძიმრო ეს თქვათ ნაციონალურ მოძრაობას გამომდინარე იქიდან რომ გურიაში მას შიში დანერგვა არ შეუძლია ვერცეთ უბრალოდ შიში რასაც ნაციონალურ მოძრაობა ნერგავს ეს არის დაღუპული და დამარცხებული ეს არის განცირული და ეს არის პარი მე თუ რაიმე შეკითხვა მე შემეძლია გიპასუხო მე მგონი ჩვენ გვიკავშირდება კიდევ სხვა რამდენად ცნობილია მადლობა ბატონო გიორგი დიდი მადლობა კომენტარისათვის Skype-დან გვაქვს ჩართვა და თუ შეიძლება დიახ გისმენთ მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს მოგესალმებით ბათუმიდან დიახ ვინ ბრძანდები თუ შეიძლება გურამი ხოძრევანიძეს ახალ სასიამოვნოა გისმენთ ბატონ გურამ როგორი აქცია იყო როგორ დაინახეთ ეს აქცია დღეს ოზურგეთში პრაქტიკულად ეს არა მარტო ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ეხებოდა ეს აქცია, არამედ ხედავთ რომ ეს არის სრულად საქართველოს გაერთიანების პროცესი. ეს აქცია ორივისთვის სწორად აღნიშნეთ, ბევრად უფრო მეტი იყო ვიდრე თბილისის აქცია თბილისელებისთვის. მოგეხსენებათ ახლა თბილისის მოსახლეობის რაოდენობა დღეს რაოდენობრივად და არა მნიშვნელობით, რა თქმა უნდა. ჯერ რაოდენობრივად, იმიტომ რომ 30000-მდე კაცი იყო და ეს შესაძლოა თბილის იმ შემთხვევაში თუ თბილისში იქნება 300000 მოსახლე, უბრალოდ მათემატიკურად რო შევხედოთ, მაგრამ მე ამას რამდენია მოსახლეობა ბატონო გურამ? ოზურგეთში ნუ ალბათ არის 200000-მდე და ეს ძალიან ბევრი მთელ რაიონში გულისხმობ თქვენ თორე თვითონ ქალაქ ოზურგეთში არ იქნება მაგხელა მოსახლეობა. არა ბუნებრივია ეს ხომ იყო სამი რაიონის მაგრამ თავარი ეს არა მე დღეს იქ დავინახე უპირველესად არა მარტო რიცხოვნება არამედ мотиваცია დავინახე ეს мотивირებული ხალხი იყო ბევრად უფრო мотивირებული ხალხი გამარჯვებისთვის შემართული ხალხი გარდა ამისა დღეს გამოვარჩევდი თვითონ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლასაც ბატონო გურამ მე მაქვს ერთი კითხვა თქვენთან მე რამდენადაც ვიცი ესე მახსოვს უბრალოდ რომ თქვენ მათემატიკოსი ხართ და ძალიან ხშირ შემთხვევაში აქციები განსაკუთრებით საპროტესტო ხელისუფლების მხრიდან ხდება ხოლმე ასე ვთქვათ სპეკულაციის საგანი რამდენი ადამიანი გამოხატავდა პროტესტს მე მაინტერესებს თქვენი შეხედულებით იყო თუ არა 32000 ადამიანი დღეს ოზურგეთში ოზურგეთში ჩემი შეხედულებით ნამდვილად იყო 30000-მდე ნამდვილად იყო იქ მთავარი ეგ არა არის ცხოვნება მთავარი ისა რომ ოზურგეთში ამხელა აქცია არასდროს არ ჩატარებულა და მთავარი ისა კიდე რომ იმ აქციაზე კიდევ ერთხელ ხარს უსვა мотивირებული ხალხი იყო ეს არ იყო ჩვეულებრივად ნაკრები ხალხი აი როგორც წესი თუნდ ოპოზიციის მხრიდან ან მით უმეტეს ხელისუფლების მხრიდან რომ მექანიკურად მოყრა რო ხდება ხალხი ბატონ გურამ იცით ერთი კითხვა მაქვს კიდე ბუნებრივი ადამიანების რომლებიც ახლა შემოგვერთდებიან პრინციპში ვინც დარეკავენ გადაცემაში ეს კითხვა მექნება თქვენ ხაზი გაუსვით რამდენიმეჯერ ახსენეთ სიტყვა мотивირება მე მაინტერესებს რას გულისხმობთ ამ სიტყვაში мотивირება რომ ბიძინა ივანიშვილს მხარი დაუჭირონ თუ мотивირება იმისა რომ გამოხატონ ძალიან დიდი პროტესტი რომელიც დაგროვილია დღეს ქვეყანაში ჩვენ შეიძლება ვთქვათ ორივე мотиვი რომელიც ერთი მეორეს არ უშლის ხელს ამ შემთხვევაში ჯერ ერთი რომ მე ვფიქრობ ახლა მე რეგიონში ვარ და აქედან უფრო სხვა თვალით ვუყურებ მიმდინარე პროცესებს ეს კიდევ არ გამოხატავს იმ უკმაყოფილებას სინამდვილეში რაცაა დაგროვილი რეგიონებში არსებული ხელისუფლების მიმართ მაგრამ ნუ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოხატულება იყო ეს რა თქმა უნდა ეს არის ბიძინა ივანიშვილის კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა და არსებული ხელისუფლების
უკმაყოფილება, ესეცაა რა თქმა უნდა. და კიდევ ერთი, თუ შეიძლება რაღაც ისე არ გამოვიდეს, თითქოს ინტერვიუს ვიღებთ თქვენგან, მაგრამ ბუნებრივია, როდესაც მინდა სრულად მოწურო ინფორმაცია, ბუნებრივია მექნება კითხვა. ბატონ გურამ, თქვენს, ანუ სახალხო კრებასა და ოცნებას შორის ალიანსი არ შედგა. რამდენად იყავით წარმომადგენლობითი, ასე ვთქვათ, აქციაზე და რამდენად ხართ სოლიდარული იმ პრინციპების მიმართ, რასაც ახმოვანებს ქართული ოცნება? სახალხო კრებასა და ქართულ ოცნებას შორის ალიანსი არ შედგა, ჩვენ ამას ასე არ გულისხმობთ. ჩვენ არ უყურებთ მაგას როგორც წინასაარჩევნო პიარს. ეს არა ჩვეულებრივი, ეს არის საქართველოს გაერთიანება, მეთქი ხაზი მიტო გაუსვი ამას და ჩვენ ნებისმიერ აქციაზე, არა მარტო ბიძინა ივანიშვილის, არამედ სხვა ყველა აქციაზე, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს გასაერთიანებლად და აი ამ ხელისუფლების მოსაშორებლად ამ ქვეყნიდან, ყველას ხარს დაუჭერთ, ყველას გულში მადგივრობთ და არა მარტო ჩვენ, სხვა პოლიტიკური პარტიებიც და პოლიტიკური ორგანიზაციებიც. მაგალითად, დღეს იქ აქციაზე იყო აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი, რამდენიმე კაცით, წარმომადგენლობით რა. დიახ. ჩვენ შეგვეძლო იქ ბევრი ყოფილი იყავით, მაგრამ ამ კავშირიდან მხოლოდ ნიაზ ბოლქვაძე იყო წამოსული, ხელმძღვანელი რამდენიმე კაცთან ერთად. იმიტომ რომ გვინდოდა, რომ აქცია ყოფილიყო მხოლოდ გურიის მოსახლეობის მიერ. დაგვენახა კონკრეტულად გურიაში რა ხდება და რამდენი კაცი უჭერს ხაზს და არ გადადებული იყო ისე რომ აი თბილისელები რო გამოხატავენ რეგიონში ან აჭარიდან ჩასულები რო გამოხატავენ გურიაში ჩვენ უბრალოდ რამდენიმე წარმომადგენელი ვიყავით და არა ორგანიზებული და ბატონო გურამ მე მაინტერესებს აი დღევანდელი ჩვენი გადაცემის ძირითადი თემა უნდა ყოფილიყო მოსყიდვები მე მაინტერესებს თუ რაიმე შეამჩნიეთ თქვენ აი მოსყიდვის და მაგვარი ან ივანიშვილის მხრიდან ან მისი პარტნიორების მხრიდან ან პირიქით ნაციონალების მხრიდან ხომ არ იყო რაიმე ამის ცდელობა აი თქვენი აზრი მაინტერესებს ამ თემაზე საქართველოში მოსყიდვა არავის არ ჭირდება მართლა უხმადაღებული თემა არის და იმიტომ გეკითხებით თუ მოსყიდვად იმას ჩათვლის ადამიანები რომ ტრანსპორტირება გაუწიო ადამიანებს დამიჯერ ტრანსპორტირება მოწესრიგებული რო იყოს ბევრად უფრო მეტ ციფრს მიიღებდნენ იქ და ხალხი თავისითაც მოდის ნუ დღეს გულითადი გამარჯვებას მოსყიდვაში ჩათვალეს ლამის არის და რა უნდა გაგვიკვირდეს კი ესენი ახლა ნაციონალები რასაც იტყვიან ამაზე კომენტირება ცოტა ძნელია იმიტომ რომ არალოგიკურად აზროვნებენ ბევრჯერ და არალოგიკურად მოქმედებენ და დამიჯერეთ უბრალოდ ტრანსპორტირების საშუალება რო იყოს რეგიონებში ბევრად უფრო მეტი ხალხი იქნებოდა აქციაზე და შეიძლება ითქვას რომ გურიის მოსახლეობის ნახევარი მივიდოდა აქციაზე სახლში დატოვებდნენ უბრალოდ ვინმეს რო გაეულოთ და თქვა სახლი არ დაეტოვებინათ იმდენად დიდია მუხტი რეგიონებში. ესე იგი შიში არ იგრძნობა გურიის რეგიონში, ხო? შიში იგრძნობა, მაგრამ თავარი რა არის, იცით, გადაილახა უკვე ეს შიში. და საქმე იმაშია, რომ ერთი რო გადალახავს ადამიანი ამ შიშს, აი შეკუმშული ზამბარის პრინციპი მოქმედებს რა მაგ. რომ ის დაგროვილი უცებ გადმოხეთქავს ხოლმე. და ეს შიში გადალახულია და ფიქრობთ რომ მეთოდიც ეს აქციების ჩატარებისა კიდევ ერთხელ ვიძახით რომ სწორი მეთოდია ეს თავის დროზე რასაც სახალხო კრება იძახდა და კიდე სხვა ორგანიზაციები და რატომღაც თავიდან უარყოფილი რო იყო ეხლაც ჩანს რომ ჩვენ მაშინაც სწორს ვიძახდით აქციები ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კმედითი ინსტრუმენტი მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ და მის დასამარცხებლად მე რამე ამაზრის იყო წინააღმდეგობის მოძრაობას თავიდანვე ამ 8 თვის წინაც როდესაც გამოჩნდა პირველად ბატონი ბიძინა ივანიშვილი და უარი თქვა აქციებზე შემდეგ ეს მან როგორ ვთქვათ, შეცდომად ჩაუთვლით თუ პირიქით ჭკვიანურ გადაწყვეტილებად, ეს რჩევა მიიღო მან წინააღმდეგობის მოძრაობიდანაც და ყველა იმ ხალხგანაც, ვინც ეს ურჩია და გააკეთა ეს აქციები. მაგრამ აქციების საინტერესო რითია იცით რომ ჩემი აზრით რა თქმა უნდა, არ ექვემდებარება დარბევებს, იმის გამო რომ იმდენად სწორად არის გაკეთებული და ეს არ არის აი ვთქვათ გეგმიური აქცია, რომელიც ითვალისწინებს ვთქვათ მთავრობის მომენტალურ შეცვლას. მიუხედავად იმისა, რომ 100.000 და 200.000 და 40.000 კაცით თავისუფლად შეიძლებოდა მიადგეს ეს ხალხი პრეზიდენტის სასახლეს და გამოესახლებინათ იქიდან დიქტატორი. მაგრამ ეს არის მზადება. აი ჩვენ ვართ და კეთილი ბატონ გურამს მადლობა გადაუხადოთ ესეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის. ბატონ გურამ ძალიან დიდი მადლობა და შევხვდებით ბათუმში, როდესაც გაიმართება მორიგი აქცია წინასაარჩევნო ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის და ბუნებრივია მაშინ სულ სხვა დარტვირთვა ექნება თქვენს კომენტარს, იმიტომ რომ მშობლიურ ქალაქში როდესაც მსგავსი აქციები იმართება, ბუნებრივია სხვანაირი აღტკინებით ხვდება ხოლმე მოსახლეობა. რაც შეეხება აქციას ზოგადად, სხვადასხვა ამას წინათ ვიხსენებდი მსგავსი დემოკრატიული აქცია
სოფლიოს ძალიან ისე დემოკრატიულ ქვეყნებში შეიძლება ვივარაუდო და არა საქართველოში, იმიტომ რომ ეს არის აქცია, სადაც პირი, რომელიც აპირებს აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას, ხვდება თავის ამომრჩეველს პირადად უშუალოდ არა სატელევიზიო ეთერში, არა გაზეთების ფურცლიდან, როგორც დამკვიდრებული იყო პრაქტიკა და წეხლა ვკამათობდით კიდეც შენთან ერთად სულ ცოტა ხნის წინ, რომ მე როგორც ჟურნალისტი ზოგადად ვარ რადიკალიზმის მომხრე. როდესაც მაგალითად აცხადებდნენ აი იმ პერიოდში, როდესაც ვარდების რევოლუცია იყო, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაუშვათ ვარდით შევარდა პარლამენტის შენობაში, რაღაცა ესეთი ემოციური სცენა ჩემთვის მაგალითად მოსაწონი იყო, იმიტომ რომ ნუ ჟურნალისტებს გვიყვარს ესეთი აზარტში გვაგდებს, ასე ვთქვათ, ესეთი რადიკალიზმი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად სხვანაირად დაგვანახა რეალობა. ამ ადამიანმა თქვა, რომ რაც უფრო კონსტრუქციული იქნები და გეგმაზომიერი იქნები, უფრო შესაძლებელია დაუპირისპირდე ისეთ რეჟიმს, როგორც არის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი. ეს არის რეჟიმი. მართალია ხა შალვა ნათელაშვილის მეთოდებით ეხან ერთ-ერთმა მსმენელმა გააპროტესტა, მაგრამ პირსისხლიანი რეჟიმიო ხშირად ახასიათებს ხოლმე შალვა ნათელაშვილს თავის ლექსიკონში ასეთ სიტყვების ხმარება, მაგრამ შიში, რომელიც დათესილია, დარწმუნებული ვარ ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფრება და იმეც ვიტოვებ, რომ მსგავსი მოვლენები პრინციპში აღარ იქნება მომავალ ხელისუფლებაში, როგორც ეხლა წავიკითხეთ. შალვა ნათელაშვილი ჩვენი დღევანდელი ეთერის საინტერესო პიროვნება არ არის, მაგრამ საინტერესო აქ რა არის? მე მინდა გითხო თქვენ, რომ აი ეს აქციები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა სათავეში და აწარმოებს, აი რითი შეგვიძლია მივამზადოთ იმ აქციებს, რომელიც ადრე ტარდებოდა საქართველოში, აი მე მახსოვს ძმები გაჩილაძეების მოწყობილი აქცია და ასე შემდეგ. გახსოვს ხო ეს აქციები სულ ყველანი? შენ ყველას დამწრე ხარ და ყველას მომწრე. აი რითი გავს და რითი განსხვავდება ეს აქციები? მაშინ ამბობდნენ 200.000 კაცი არის, 300.000 კაცი არის, აღმოჩნდა რომ არ იყო ესე, ხო? რაღაც რაოდენობა იყო იქაც განსაკუთრებული. აი რითი გავს ეს აქციები? რითი განსხვავდება? თუ არ ჩამეთვლება იმაში, რომ კომპლიმენტს გეუბნები ახლა ამ კითხვისთვის, მე ზოგადად შევეცდები ვიყოს სუბიექტურიც და ობიექტურიც, იმიტომ რომ მაშინ არსებობდა ერთგვარი შიში იმისა, რომ ხალხი რასაც ითხოვდა, ანუ რადიკალიზმს ეს არ მოხდებოდა, დაუშვათ ხელისუფლებასთან წავიდოდა გარიგებაზე კონკრეტული ფიგურები და რეალურად ჩვენ დავინახეთ, რომ ისტორიამ ამ აქციებისამ ეს გვაჩვენა კიდეც. ანუ 200.000 ადამიანი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია იპოდრომზე, რომელიც იყო შეკრებილი, რეალურად გაუშვეს სახლში, ალბათ არ გადავაჭარბებ ამ შეფასებაში. იყო კი 200.000 კაცი. იცით რა, თუნდაც 10.000 ყოფილიყო. ეს არის საკმაოდ დიდი მასა საქართველოსთვის, სადაც 3,5 მილიონი მცხოვრები ცხოვრობს და ამისთვის ადამიანები, რომლებიც დაუშვათ შეიკრიბებიან და 10.000 რიცხვს მიაღწევენ, ალბათ 10.000 კაცით შევძლებთ ჩვენ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას. არა, იცი რა, თუ არ შესაძლებელია თქვენი აზრით. 10.000 კაცი საკმარისია. გადატრიალება არ უნდა იყოს ეს მოტივი. არა, მე რას გეკითხებით, ვერ მომხდ. აი რომ მოვინდომოთ და გქონდეს აი ეს გეგმა, რომ უნდა გადავატრიალოთ მაინდამაინც შევცვალოთ ხელისუფლება აი ამ გზით. შესაძლებელია 10.000 კაცი, თუ 200.000 კაცია მაინდამაინც. გაგიჟებული 10.000 გურული ეყოფ ალბათ. გაგიჟებული 10.000 გურული არა. კი, თუმცა არ გაგიჟებულა გურია დღეს, გაგიჟდა სხვა თვალსაზრისით, ეს იყო აღტკინებული საზოგადოება, რომელსაც საკმაოდ გეგმაზომიერად მოუყარა თავი ბიძინა ივანიშვილმა. ზოგადად ეს კაცი იმის მიუხედავად, რომ მიამაყება, რომ იმერელია და რაღაც სხვანაირი ხასიათი გვაქვს იმერლებს, სხვანაირი ხასიათი გვაქვს, ზოგადად გამაუცა მისმა კონსტრუქციულობამ, იმიტომ რომ თუ ჩვენ იმერლები ვართ, მე ცოტა უფრო მეტი რადიკალიზმის მომხრე ვარ, იმიტომ რომ მე არ ვიძახი, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს და პარლამენტში შევარდე და დავხოცოთ ეს ნაციონალები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერტმა დაგვიფაროს. ზოგადად სხვა შორის ვკამათობთ ხოლმე ძალიან ხშირად იმაზეც, რომ ძალიან ბევრი განცხადება არის ძალიან მობიერი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, აქაც ვაპროტესტებ მის ნაბიჯებს, იმიტომ რომ ზედმეტად კონსტრუქციულიც არის და რაღაც ნაწილებში მე ვითხოვ მისგან რადიკალიზმს, მაგრამ ეს არის გეგმის ნაწილი, როგორც დღეს მან აღნიშნა, რომ ის საკმაოდ გეგმაზომიერად ასე ვთქვათ. ფაქტის სახეზეა, რომ ჯერჯერობით ზუსტად ისე მიდის ყველაფერი, როგორც თვითონ პირველივე დღიდან. კი ბატონო და ძალიან კარგი, ალბათ ძალიან ბევრი სიურპრიზი. პიროვნება ამ ხრივ საინტერესო არის. ბევრი სიურპრიზი. რა გამახსენდა ის იჯანა? გახსოვს, ახლა წეღარ რო თქვი რომ მიხარიაო და იმერელი რო არისო. ისე არ დაგვემართოს რო აცხადებდნენ, გახსოვს შევარდნაძის დროს. დავიბადე მამათიდან 30 კილომეტრი. ჩვენ არ ვთქვათ, დავიბადე ჭორვილიდან.
ხო, არა, იმეც ვიტოვებ, რომ ასე არ იქნება. იმერლებს არ დაგვემართოს ახლა ესე. იმეც ვიტოვებ, რომ ასე არ იქნება. სხვათა შორის მე მაშინ დამწყები ჟურნალისტი ვიყავი, როდესაც შევარდნაძის პერიოდს საკმაოდ კრიტიკულად უდგებოდი ხოლმე, ყველა მისი ნაბიჯის კვალდაკვალ ვცდილობდი, რომ რეაქცია მქონოდა და როდესაც უკვე ის აღარ იყო პოლიტიკაში, ანუ პრეზიდენტი აღარ იყო, დაახლოებით 2 თუ 3 თვის შემდეგ მე მას პირადად შევხვდი. და ისე გადამეხვია, ხშირად ვიხსენებ ხოლმე ამ მომენტს, რომ თუ კი რამე ამ კაც ერის წინაშე დანაშაული მიუძღო და თითქოს ამ ერთმა გადახვევამ გაანეიტრალა თქო. ზოგადად ახასიათებთ ასეთ ადამიანებს, ასე ვთქვათ, შემოbrunება მე საზოგადოების მისკენ და ცოტა არ იყოს დავერბოვკებული ვით ვიყავი, როდესაც კრწანისის რეზიდენციიდან გამოვედი, მაგრამ ეს რატომ გავიხსენე? ზუსტად ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილისგან დავერბოვკებას ვერ ვეღირსები, რომ ცვიოცნებო. ხა თუ გვისმენს სააკაშვილი ფრთხილად იყავი, არ მოიდომოს? არა, შეუძლია მას სხვათა შორის ძალიან საინტერესო რამ თქვა ბიძინა ივანიშვილმა, ზუსტად ციტირებას ვერ მოვახტენ მისი სიტყვებისას, მაგრამ მან დაახლოებით ასე თქვა, რომ ჯერ კიდევ აქვს მიხეილ სააკაშვილს შანსი, რომ შეიცვალოს პოზიცია და მოინანიოს ის შეცდომები, რაც ქართველი ერის წინაშე აქვს. არასოდეს არ არის გვიან ალბათ. რა თქმა უნდა, გვიან არ არის არასოდეს. მე მემუარების წერას, როდესაც საპრეზიდენტო ვადა გაუვადა მისი ნაციონალური მოძრაობა აღარ იქნება ქვეყნის სათავეში, ალბათ უკვე აზრი არ აქვს. რაღაც თვალსაზრისით შევარდნაძის მემუარებს მე მგონი აზრი აქვს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ცოტა მეეჭვება. არ მეთანხმები? გეთანხმები, შევარდნაძის მემუარების გაგრძელება იქნება ალბათ სააკაშვილის მემუარები ალბათ, არა? კი, თუმცა ის მიიჩნევს. ნაწილობრივ. ხო, თუმცა შევარდნაძე მიიჩნევს, რომ მას არ დაუტოვებია მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში, მაშინ, როდესაც ჩვენ ერთ-ერთი ვქონდა საუბარი, მან თქვა, რომ ის აპირებდა ჯერ ზურაბ ჟვანიაზეფსონის დადება, შემდგომ კი ნინო ბურჯანაძეზე და ასე ვთქვათ, რუსული გამოთქმა რომ არის, აბაროცა უღებს გადაწყვეტილების მიღებაში, დაახლოებით ასეთი რამ მოხდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ძალიან ცუდი, რომ ამ ორმა ფიგურამ რეალურად შეაძლებინა ის, რაც შეძლო. 8 წლის მანძილზე მიხეილ სააკაშვილი მართლა დიქტატორად იქცა თუ ავტოკრატად, რა ვიცი, როგორ ამბობენ ხოლმე. ავტოკრატი მე მგონი ცოტა უფრო მსუბუქი ტერმინია ხა მიხეილ სააკაშვილთან შეფარდებით, მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი რაღაც მოგონებაში დარჩება. საერთოდ მოგონებები ხო იცით კარგი გასახსენებელია ხოლმე, მაგრამ ეს არ იქნება კარგი გასახსენებელი, ზუსტად ვიცი. ჟანა, რა მინდა გითხოთ, აი მოსყიდვების თემაზე გადავიდეთ ერთი რამოდენიმე წუთით, მაინც საინტერესო თემა არის ეს ჩვენ დღის თემა უნდა ყოფილიყო და იმის გამო რომ ამ გურიის ამბავმა ყველაფერი გადაფარა ამ თემას ჩვენ დღეს აღარ შევეხეთ, მაგრამ ერთი-ორი სიტყვით მაინც შევეხოთ. აი რას ფიქრობ, მაინტერესებს. აი რა мотиваციას როგორს უყენებს აი ეს სააკაშვილი ამ ყველაფერს, ჯარიმების დადება, სასწაული რაღაცა უცნაურ იმებს აი შენი აზრი მაინტერესებს ამ თემას. მე ზოგადად ვფიქრობ, რომ მოსყიდვა, როგორც ასეთი ზუსტად ეს ტერმინი ალბათ არც ერთ მხარეს არ მიესადაგება. ძალიან ცუდია, როდესაც საქართველო იყოფა მხარეებად. ზოგადად ტენდენციაა ძალიან საშიში, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ რეალურად არსებობენ ხელისუფლების მხარდამჭერები და არიან მოწინააღმდეგები. მე არ ვამბობ ბიძინას მომხრეები, იმიტომ რომ იქაც არის სხვადასხვა ფლანგი ზოგადად ოპოზიცია სივრცეში, ამიტომ თქვათ, რომ რეალურად საქართველო იყოფა ორ სეგმენტად. ეს არის ხელისუფლების მომხრეები და ხელისუფლების მოწინააღმდეგები. ბუნებრივია, როდესაც მოსყიდვა მოდი შევთანხმდეთ, რომ ეს ტერმინი არ გვინდა, როდესაც მომხრეებზე ცდილობს კონკრეტული ინდივიდი, ამ შემთხვევაში ლიდერი გასვლას, ცდილობს რომ რაღაც ერთგვარი სიკეთე გააკეთოს, თუმცა ხელისუფლება სიკეთეს სხვანაირად ესმის და ოპოზიცია სხვანაირად. ბიძინა ივანიშვილს 15 წლის მანძილზე აქვს ძალიან დიდი სიკეთე დათესილი. მეტი რო არ გააკეთოს ამ კაცმა, ისიც კი ეყოფა საქართველოს. მაგრამ მან როდესაც გადაწყვიტა, რომ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ჩაერთოს როგორც პარტიული სუბიექტი, ბუნებრივია მას სჭირდება კიდეც იმისათვის, რომ დივიდენდები მოიპოვოს, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ, რომ უფრო მეტი სიკეთე სხვა თვალსაზრისით გააკეთოს მოსახლეობისთვის. ჩემთვის ეს არ არის მოსყიდვა. ეს არის ჩვეულებრივი სიკეთე. იყო ამ შემთხვევაში, პირველად როდესაც გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, პირველ დღეს მის გამოჩენის მას ჰქონდა, არ ვიცი, 1000%-იანი შეიძლება ქონდეს რეიტინგი ადამიანს. აი ძალიან დიდი რეიტინგი ჰქონდა. ნელ-ნელა მე რაღაცა მისმა ნაბიჯებმა ეს რეიტინგის დაიწყო კლება. როგორც კი მან გაიაზრდა შეცვალა თავისი ქმედების გეგმა, უბრალოდ შეიძლება ეს ქმედების გეგმა აი ესეთი იყო ზუსტად და ჩვენ არ ვიცოდით შეიძლება. მომენტალურად დაიწყო მისმა რეიტინგმა კვლავ მატება. საინტერესო რა არის კიდევ ამაში, რომ ადამიანი თუ არ იყო პოლიტიკოსი, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყო პოლიტიკოსი და არც აინტერესებდა მისი თქმიდან პოლიტიკაში მოსვლა, არ უნდოდა. მაგრამ იმის და გამო, რომ მისი ქვეყანა არის აი ესეთ ძიმე მდგომარეობაში, მან გადაწყვიტა და თავის თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა, ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია, როცა შენ თავზე კაცი იღებ სერიოზულ პასუხისმგებლობას. ეს ძალიან ადვილი არ არის.
და ამ ადამიანმა აი ყველაფერი ისე სწრაფად შეისწავლა, მე ხლა დღეს რო უყურებ მის გამოსვლას, ხო, რადიკალურად განსხვავდება მისი პირველი გამოსვლებიდან. თუნდაც აი ეს პირველი მისი ეთერი ავიღოთ, ის რომ იყო ჟურნალისტებთან შეხვედრა სულ პირველი პრესკონფერენცია. ნუ იმასთან შედარებით დღეს მისი გამოსვლები აკადემიური ხდება ყოველ დღითი დღე უფრო და უფრო დახვეწილი ხდება. ეს მის ნიჭს უნდა მივაწეროთ ალბათ. დიახ, სხვათა შორის მე ამ ნაწილში სოლიდარული ვიქნები, რაც თქვი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს პრაქტიკულად დასჭირდა ფეხის ადგმა ქართულ პოლიტიკაში. ის იყო მხოლოდ მაყურებელი და თან მაყურებელი არა საქართველოში ყოფნის პროცესში, არამედ საზღვარგარეთიდან. ძალიან ბევრ ადამიანს, მე მგონი დამეთანხმები, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე აქვს სულ სხვაგვარი წარმოდგენა. იმიტომ რომ ერთია მე როგორ ვაფასებ იმ რეალობას, რაშიც ვცხოვრობ და მეორეა როგორ აფასებს ადამიანი, რომელიც ამას მხოლოდ ტელეეკრანიდან უყურებს. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რაღაცის დახვეწა მოუწია ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა მოდი ვაღიაროთ, რა ძალიან არ მინდოდა ამ თემას შევხვებოდით, იმიტომ რომ ჩვენი სასაუბრო თემა არ იყო, მაგრამ მაინც მაწუხებს და ვიტყვი რომ საქართველოში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პარტიული სუბიექტი გამხდარიყო, პირველივე ნაბიჯი, რომელიც მან განახორციელა, ეს იყო დაქორწინება პოლიტიკური რესპუბლიკელებთან, რაც გახდა ძალიან დიდი მღელვარების. კი, თუმცა ალასანი ასე ვთქვათ, ერთ-ერთ ისეთ ფიგურად მოიაზრებოდა ყოველთვის კონსტრუქციულად, ასე ვთქვათ, ისეთ ლიდერად, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად კი განიხილებოდა. რესპუბლიკელებს მას ყოველთვის აყვედრიან. კი, თუმცა რამდენადაც ცნობილია უკვე რესპუბლიკელებთან, მე მგონი რაღაც გეგმაზომიერი პოლიტიკა შეიმუშავა ბიძინა ივანიშვილმა, ამას მე ვხედავ ყოველ ორ შაბათს, როდესაც პრესკონფერენციაზე მივდივარ ხოლმე მასთან. მაგრამ ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს პოლიტიკური ქორწინება რესპუბლიკელებთან გახდა ხალხის მხრიდან ძალიან დიდი მღელვარების, ცუდი გაგებით საფუძველი. და პრაქტიკულად აყვედრიდნენ კიდეც მას, რომ ბიძინა პიროვნულად იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, დიდი მეცენატი, რაღაც სხვანაირი ღირებულებების მატარებელი და უცებ რადიკალურად განსხვავებული ღირებულებების მატარებელი რესპუბლიკელები დაიყენა გვერდით. ეს ქორწინება არ უნდა ყოფილიყო ალბათ, ასე ვთქვათ, საფუძველი, კი არა და მსოფლმხედველობასთან ასოცირებული, როდესაც მან განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკაში მათ აქვთ თანხwebdriver. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს თანხwebdriver საგარეო პოლიტიკაში. ალბათ ხალხი ამბობს რას, რომ უბრალოდ მისი თქმიდან, რომ როგორც ჩანს, ამერიკელებთან ურთიერთობისთვის ჭირდებოდა მას რესპუბლიკელები. მე არ ვიცი ეს რამდენად საჭირო იყო. ამერიკელებთან ურთიერთობდნენ სხვებიც. ხო, აი ეს არის საინტერესო. მაგრამ ნუ რესპუბლიკელებს როგორც ჩანს ყველაზე ისეთი ახლო ურთიერთობა აქვს ამერიკელებთან, მისი შესახებ, მისი კეთილი, მაშინ მოდი ესე ვთქვათ. მოდი გავწიოთ გვერდზე რესპუბლიკელები და ავიღოთ ცალკე აღებული სუბიექტი ირაკლი ალასანია. მას საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს ამერიკელებთან, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, ხო, როდესაც ის მიხეილ სააკაშვილის გუნდში იყო. ამიტომ შეიძლებოდა დაყრდნობა ამ ადამიანზეც, იმიტომ რომ მას საკმაოდ ესეთი პოლიტიკოსად იცნობდნენ ამერიკული წრეები და არ მგონია რომ მაინც და მაინც კონკურენტი ყოფილიყო ამ შემთხვევაში თინა ხიდაშვილი და დავით უსუფაშვილი. მე მეცაც გეტყვი, ძალიან დიდი გულისწყრომით მინდა ვთქვა ის, რომ ჩემთვის რესპუბლიკელები მაგალითად ასოცირებულები იყვნენ რაღაც პერიოდის მანძილზე კონსტრუქციულობასთან, მაგრამ ბოლო პერიოდში თინა ხიდაშვილს ავიწყდება რომ სკამზე ზის, როდესაც ისეთ კითხვას დაუსვამენ ჟურნალისტები, რომელიც მას არ მოეწონება. ჯერ ერთი მას შევახსენებ რომ ქალია და მეორე შევახსენებ რომ ის პოლიტიკოსია და ჩვენ ჟურნალისტებს გვაქვს უფლება, რაც არ უნდა გამაოგნებელი კითხვა იყოს, ეს დავსვათ ბუნებრივია დაფუძნებული ფაქტებზე და შეგახსენებთ ბოლო ესეთი კითხვა ეხებოდა მის მამიდაშვილს, როდესაც ვკითხეთ ცოტნე ბაკურიასთან მისი ურთიერთობის შესახებ. ანუ იმის თქმა მინდა რომ ზოგადად დაქორწინება პოლიტიკური რესპუბლიკელებთან რომ არ მომხდარიყო ბიძინა ივანიშვილის ის ისეთივე ფიგურა იქნებოდა, როგორც დაუშვათ ის, როდესაც ჩამოვიდა საქართველოში, მე დავწერე სტატია სათაურით უდაბნოში მოსული მწირი და დღემდე მივიჩნევ ასეთად ამ ადამიანს. ნახოთ, მას აქვს გეგმა. დღეს კიდევ ერთხელ აი იმის ფონზე, რესპუბლიკელების ფონზე უარს ამბობს ურთიერთობაზე ნინო ბურჯანაძესთან. აი ეს რაღაც მივაწეროთ. იცით რა, სხვათა შორის რატო მიუღებელი ნინო ბურჯანაძე მისი პოლიტიკური ხელმძღვანელი? არ ვიცი, რამდენად გასაკვირია. მისაღები რესპუბლიკელები, ცოტა ესეთი უცნაური თემაა.
იცით რა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მე ბიძინა ივანიშვილის სურვილის შესახებ, როდესაც გავიგე, რომ ის აპირებდა ქართულ პოლიტიკაში ჩართვას, მაშინ რატომღაც ვფიქრობდი, რომ ნინო ბურჯანაძეს დაუკავშირებდა თავის პოლიტიკურ ბედს. მეტიც მე გავიგე, რომ ისინი ნათესავებით ყოფილან შორეული, რამდენადაც ვიცი, ბადრი ბიწაძე შორეული ნათესავი ყოფილა. მაგრამ ნათესაობა ამ შემთხვევაში პოლიტიკაში მეათეხარისხოვანია. ზოგადად ვფიქრობდი, რომ ის მოტივები, რაც ამოძრავებდა ნინო ბურჯანაძეს ბოლო პერიოდის მანძილზე 26 მაისის შემდეგ იქნებოდა მისაღები ბიძინა ივანიშვილისთვის. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ის პირველად დაუკავშირდა რესპუბლიკელებს. აბსოლუტურად ამორფული იყო ზოგადად განწყობა საზოგადოების. აბსოლუტურად იყო ნეგატიური. თითქმის არავინ არ შემხვედრია თვითონ რესპუბლიკური პარტიის წევრების გარდა, ვინც ამას მიესალმა. სხვათა შორის ის გუნდიც კი, ვინც რესპუბლიკელების გარდა იმყოფებოდნენ კოალიციაში და მე ახლა ახალს არაფერს არ ვამბობ. იცით როგორი აზრია ხალხი, აი მუსირებ ხალხში რომ რესპუბლიკელების ახლოს დაყენება ეს იყო იმისთვის საჭირო, რომ მას ისინი მის წინააღმდეგ არ წასულიყვნენ და არ ებრძოლათ ივანიშვილის წინააღმდეგ, რაც მათ სხვათა შორის იცით რა, რა შეჭირდებოდა ეს ბიძინა ივანიშვილს? რა შეჭირდებოდა? ურეიტინგო პარტიის, რომელსაც 3%-ზე მეტი არც ერთ არჩევნებში არ გადაულახავს. რა შეჭირდებოდა იმდენად დიდ ფიგურას, როგორც ბიძინა ივანიშვილია? გასაგებია, რომ მას მატერიალური მხარე მოწესრიგებული აქვს, ეს სხვა საკითხია. მაგრამ ზოგადად 15 წლიანი საქმიანობის შედეგად, რაც ბიძინა ივანიშვილს განხორციელებული ჰქონდა საქართველოში, რატომ უნდა დაჭირვებოდა 3%-იანი რესპუბლიკელებთან პოლიტიკური ქორწინება? ჩემთვის ეს დღემდე არის ამოუცნობი. ალბათ მოვადრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავად გასცემს ამ კითხვას პასუხს, მაგრამ მანამდე ჩემთვის პირდაპირ გეტყვით, რომ გამაოგნებელთან ერთად დღემდე არის გამოუცნობი ქიმარა და სიმართლე გითხრათ ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე ამაზე. ალასანიასთან მაგალითად არ გამკვირვებია. პირდაპირ გეტყვით. აი დღეს რომ რესპუბლიკებთან გაწყვიტოს ერთბაშად ურთიერთობა ივანიშვილმა, თქვენ როგორ ვფიქრობთ? აი მოიმატებს მისი რეიტინგი თუ ასე უკვე აღარ იმოქმედებს? რაც დააკლდა რეიტინგი ამ კაცს, ერთიორად გაიზრდება. დააკლდა მაშინ, როდესაც რესპუბლიკელებთან ისე არ მოგვიდეს 3% გაუხდეს მე რაც არ ხდება საერთოდ ბუნებაში არ არის. არა მგონია, იცით რა, საერთოდ ამასინად გაიჟღერა ინფორმაცია ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ერთმა პოლიტიკოსმა მითხრა შეგნებულად არ დავასახელებ მის სახელს და გვარს, რესპუბლიკელებიო ხალხსო გიყვარვართ ცალკეო და ერთად შეკრებილებიო არც ერთსო და რაშია საკითხი. ეთერში ხარ შეგიძლიათ დაასახელო. არა. მასე შეუთანხმებლად არა, იმიტომ რომ დანაშაულობის პრეზუმპცია როგორც არსებობს. დააშავა რამე? ასევე მასე შეუთანხმებლად არ შემ. მაგრამ საინტერესო ფრაზა იყო თავისთავად, რომ ყველა გიყვარვართ ცალკე და ერთად შეკრებილები არც ერთი. იცით რა არის? ალბათ ამაში დევს რაღაც ლოგიკა, იმიტომ რომ ერთად შეკრებილები რაღაც ბოროდგენიას მაგონებს, რომელსაც შეუძლია დაამსხვრიოს, დაამტრიოს რაღაცა პოლიტიკური ეს წაიყვანოს, ასე ვთქვათ, კამპანია ისეთი, რატომღაც არ ასოცირდება ჩემთვის ეს პარტია რაღაც დადებითობასთან და გული მწყდება ამიტომ. და არა იმიტომ, რომ ეს არის დაუშვათ ისეთი კონგლომერატი, რომელსაც დღეს თუ დაიყენებ გვერდი და მიხვდები, რომ არაფერში არ წაგადგება, შეიძლება ხვალ მოიშორო. აი ვისი სურვებდით დღეს ბიძინა ივანიშვილის გვერდზე რომ იყოს, ვიც არ არის მის გვერდზე? აი ვისი სურვებდით, რომელი გულწრფელად გითხრათ? რა თქმა უნდა, სხვა ერთ თუ პირველ რიგში შენ და შემდგომ მაყურებელი ამას არ ჩამithვლიდა სუბიექტურობაში, გულწრფელად ვისურვებდი ნინო ბურჯანაძეს უпростоრად სახალხო კრებას მთლიანად, ოღონდ არა მინუს ნინო ბურჯანაძე. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ნინო ბურჯანაძე ჩემთვის ასოცირდება რაღაც ისეთ პოლიტიკოსთან, რომლის გარეშეც პოლიტიკური პროცესები არ წარიმართება, მაგრამ სწორედ ამ მიზეზის გამო მე ვთვლი, რომ საქართველოში დღეს არ არსებობს ისეთი ფუფუნება პოლიტიკური, რომ ნინო ბურჯანაძე ჩამოშორდეს პოლიტიკურ პროცესებს. ამ ქალს აქვს საკმაოდ დიდი ბექგრაუნდი, 26 მაისს ვინ როგორ შენ არ ვიცი ამ მოვლენებს როგორ აფასებ, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ ძალიან ბევრ კაცზე უკეთესად შეუძლია პოლიტიკური პროცესების წარმოება და ზოგადად სახალხო კრების უგულვებელყოფა და პოლიტიკური პროცესების მიღმა დატოვება არ ვთვლი, რბილად რო ვთქვათ, არ ვთვლი, რომ საერო საქმის კეთებაა. მაინც საინტერესო რა არის, სიჯანა? 26 მაისი ბურჯანაძის მინუსია თუ პლუსი?
აი ეს ძალიან კუთხეში მომიმწყდიეთ გულწრფელად ვამბობ, იმიტომ რომ მე ხარ რომ გითხრათ რომ მინუსია, მაშინ მომთხოვთ არგუმენტებს და რომ გითხრათ პლუსია, ამისთვისაც მომთხოვთ არგუმენტებს და ამისთვის სიმართლე გითხრათ მზად არ ვარ, მაგრამ მზად ვარ ერთი რამისთვის. მას ქონდა მინუსებიც და ქონდა პლუსებიც. საერთო ჯამში პოლიტიკოსი, რომელმაც მოინანია ძალიან ბევრი შეცდომა და ხშირად აყვედრიდან მას 7 ნოემბერს და ჩემთვის ეს იყო ამოსავალდებულება ნინო ბურჯანაძესთან ურთიერთობის, მე ვთვლი რომ მან ძალიან ბევრი კარგი კი ბატონო ამას გულისხმობ და როდესაც ის გადავიდა ოპოზიციაში მე ვთვლი რომ ის იყო კი არა არის უნაკლო პოლიტიკოსი მე მას ვიცნობ შიდა სამზარეულოდან და შემიძლია დაგარწმუნოთ რომ ეს ნამდვილად არის ესე თქვენ იმის მომხრე ხართ რომ აი პოლიტიკოსები რომ შემოდიან თავიდან იწყებენ უბრალოდ თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას რაღაცა მომენტიდან გაუნულდეთ უნდა მათ ეს მინუსები და პლუსები და არა, მე არ მithქვა მზაზა, მე მეცაც გეტყვი, მე საერთოდ არ ვარ მომხრე იმისა, რომ პოლიტიკოს ვაპატიოთ. არავითარ შემთხვევაში. პოლიტიკოსი ხარ, პოლიტიკოსი იმიტომ და იმისთვის ხარ ზრდასრულ ასაკში პოლიტიკაში, რომ შენ გეგმა ზომიერად უნდა განახორციელო შენი საქმიანობა. და არ უნდა იყო 18 წლის ასაკში პარლამენტის წევრი, ესე დავაყოლოთ. 21 წლის ასაკში, აუცილებლად, იმიტომ რომ 21 წლის ასაკში მე ვსწავლობდი მაგისტრატურაში და მართალია ძალიან ბევრ რაღაცაზე მქონდა ჩემი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბებული და ჩემი აზრი მკაცრად გაწერილი, მაგრამ ისი არ ვაზროვნებ ხეხლა 30 წლის ასაკში ბუნებრივია შემეცვალა მსოფლმხედველობა, ძალიან ბევრი საზოგადოებრივი პოლიტიკური ფორმაცია შეიცვალა, მეცად გეტყვით, მაშინ არ ვიყავი ჟურნალისტი და სხვანაირი თვალით უყურებდი რეალობას. ამიტომ 21 წლის ასაკში ვერც იმდენად მოტივირებული იქნები, რომ პოლიტიკურ პროცესებზე გქონდეს შენი სწორი მიმართულება. მე სწორს ხაზს უსვამ, იმიტომ რომ მიმართულება შესაძლოა გქონდეს 21 წლის ასაკში. ეხლა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში ვინც იმყოფება, ბუნებრივია მათ აქვთ მიმართულება. მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან, იმიტომ რომ ვის პარტიაშიც იმყოფებიან, ზოგადად იმის რუპორები არიან, ხო მე თავისთავად, ეგრეც უნდა იყოს. მაგრამ 45-50 წლის ასაკში მას მკაცრად ჩამოყალიბებული პოლიტიკური მსოფლმხედველობა აქვს და ბუნებრივია სხვანაირად აქვს აქცენტები გაკეთებული. ხა, სად დაუშვათ მიკროფონი მიუშვირო 20 წლის ადამიანს და დაუშვათ კითხო რაღაცა აზრი 40-45 წლის ადამიანს. ბუნებრივია რადიკალურად განსხვავებული. ისე მართლა უცნაური იქნება ხა გამოცდილმა ჟურნალისტმა, თქვა როგორი ჩვენ ხარ, მიხვიდე და 20 წლის 21 წლის ახალგაზრდა რა ვიცი პოლიტიკოსი ერქმევა თუ რა ერქმევა იმ მომენტში უკვე არის დეპუტატად ახალ დეპუტატად გამხდართან აიღო რაღაც ინტერვიუ და რომელმაც შეიძლება ვერ გიპასუხოს 10-დან 9 კითხვაზე. ძალიან საინტერესო პასაჟი მინდა გავიხსენო მაგაზე ხა კარგად იცი რომ მე აქტიურ ჟურნალისტიკაში ვარ და ბუნებრივია ეს ყოველდღიური შეხება მაქვს ამ პოლიტიკოსებთან და როდესაც მაქვს ხოლმე დაუშვათ ასე ვთქვათ ინტერვიუ ასაღები ძირითადად სტუდენტებთან აქციებს როდესაც აწყობენ ხოლმე ზოგადად ესეთ ადამიანებთან ურთიერთობა შემიძლია დავიფიცო რომ როდესაც მივდივარ სამსახურში ვფიქრობ რა მითხრა ამა თუ იმ ადამიანმა დაახლოებით ჩემი ასაკის არიან ეს ადამიანები, მაგრამ სიმართლე გითხრათ ვერ ალაგებენ თავიანთ პოლიტიკურ მსოფლმხედველობას ისე რომ კომენტარი გააკეთონ. ბუნებრივია ყოველას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ საერთოდ ჯამში ძალიან დიდი სამუშაო აქვს. მე მგონი რომ ჩვენი ხელისუფლების ბრალია ისიც რომ 18, 21, 25 წლის ახალგაზრდა გამოიყვანა ქუჩაში და გახადა პოლიტიკოსი. მართალია, მეც ფასე ვფიქრობ, ზუსტად ეგრე ვფიქრობ. იმიტომ რომ დღეს არ უნდა იყოს მოტივირებული პოლიტიკურად ახალგაზრდა, ის უნდა იყოს მოტივირებული სასწავლოთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შეიძინოს და არ უნდა იყოს მოტივირებული იმისთვის, რომ ხვალ ზეგ შესაძლოა ვიღაცა ჩაუშვას უკაცრავად ამ სლენგისთვის და შემდგომ მისი თანამდებობა მან დაიკავოს. რაშია საქმე ეს? ეხლა 21 წლისაც რო ვიყავი, ხო? საერთოდ არანაირი, ხო, ჩვენი რა დროში ვართ, ნაცხოვრები თქვენ კარგად იცით, ხო? 91 წელი, 82 წელი, 83 წელი, ეს საერთოდ საოცარი წლები იყო. ყვაოდა. ფაქტობრივად კომუნისტში ვიყავით, გვატყუებდნენ რომ არ ვართ, მაგრამ ვიყავით კომუნისტში. რა თქმა უნდა ხუმრობით ეს ყველაფერი, მაგრამ არავის არც ერთ ჩემ ან მეგობარს, ან ჩემი წლოვანების მაშინ აზრად არ მოგვდიოდა რომ პოლიტიკაში უნდა ჩაგვეყო ცხვირი. ეს ამბობენ ხოლმე რომ დრო მოიტანაო. ეს იყო მოხუცი ადამიანების საქმე. მაშინ მოხუცებს ვეძახდი 50 წელს მე თვითონ ვარ ხო, მაგრამ მაშინ ჩემთვის 50 წელი იყო ძალიან ისეთი, აი დიდი ასაკი. დიახ. ალბათ მე მესმის საერთოდ მუსირებს ესეთი აზრი რომ პოლიტიკა და პოლიტიკაში ჩართულობა ზოგადად ადამიანების განსაკუთრებით ახალგაზრდების არის მოტივირებული იმ ცხოვრების წესით, რა ცხოვრების წესითაც ჩვენ ცხოვრობთ. ანუ თუ შენ არ გაქვს პრობლემა სოციალური, არ გიჭირს ეკონომიურად, არ გაქვს დისკომფორტი დაუშვათ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვერ შეულობ სამსახურს. ეს არის საფუძველი იმისა, რომ შენ პოლიტიკაში ჩაერთო და ამ დროს შენ ცდილობ
უფრო რაღაცა შეცვალო. ზოგადად ეს დამოუკიდებლობისთვის ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი ხარ მოტივირებული, რომ რაღაცა შეცვალო, მაგრამ რამდენად სწორ გზებს დასახავ და სწორ სტრატეგია შეიმუშავებ, აი აქ უკვე ვიჭედებით ახალგაზრდებს. იცი როგორი გზნობა მაქვს ჩვენი სტუდენტობის პერიოდში იყო ფულიანი ეგრეთ წოდებული სპეციალობები. ხო არ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ საინტერესო არ არის ამ შემთხვევაში. აი ახლა მე მგონი, აი სპეციალობები აღარ ითვლება ისე ფულიანად და ახლა პოლიტიკოსობა ითვლება ფულიან სპეციალობად. აი რო ხდები პოლიტიკოსი, შედიხარ პარლამენტში, თავისუფლად იღებ მე იქ უკვე გრანტები შეგილია შენს ქვემდებარე ორგანიზაციებს გაუკეთო, ასე ვთქვათ. შემდეგ უკვე შეგიძლია რომ ცეცხლები ბანკიდან თავისუფლად აიღო, რომ გადახედო ეხლანდელ ჩვენი პარლამენტარების რა ქვია, საშემოსავლო იმებს, იქ სასწაული ისინი აქვს აღებული. ხელფასები აქვს მაღალი ბოლო-ბოლო საკმაოდ. და რაღაცა მე მგონი ფინანსებთან და ბავშვისთვის 21 წლის ბავშვისთვის მე ბავშვს ვეძახე 21 წლის ადამიანს ხო ეს ფინანსურადაც მოტივირებულია უფრო მეტად ვიდრე ვთქვათ მისი იდეით მესმის სხვა შორის აი ამ ნაწილში სოლიდარული ვარ ხშირად მიფიქრია ხოლმე ამაზე პოლიტიკოსობა ბევრისთვის არის თავშესაფარი ბევრისთვის უბრალოდ ეს არის საქმიანობა ბოლო ასე ვთქვათ კონდიცია თავისი საქმიანობის იმიტომ რომ ვერსად ვერ იპოვა თავისი თავი ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ყავს დღეს ქვეყანაში რომელსაც სიამოვნებით ჩემი სურვილი რომ იყოს გაუშვებდი პოლიტიკურ მოუსავლეთში ისე რომ არასოდეს აზრს არ შევეკითხებოდი არასოდეს პოლიტიკურ პროცესებზე არ მექნებოდა სურვილი რომ მას ანალიზი გაეკეთებინა და ხშირად რომ ფილოსოფოსობენ ხოლმე ტელეეკრანებიდან საქართველოში ძალიან ბევრი არის არაპოლიტიკოსი, რომელთაც ზოგადად პოლიტიკური კულტურა არ გააჩნია და ძალიან ცოტაა პოლიტიკოსი. სამწუხაროდ ძალიან ჭკვიანი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან, ხშირად რომ თქვას ვეკითხებით ხოლმე, მაგრამ რატომღაც იმათი არ ესმით. ამიტომ ზოგადად ვთვლი, რომ პოლიტიკა არის სპეციალობა. მაგრამ ამ სპეციალობას თან უნდა ახდას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ შენ გისმენთ ძალიან ბევრი ადამიანი. ეხლა მე დარწმუნებული ძალიან ვფრთხილობ ხოლმე შეფასებისას, ეხლა ხშირად ვეძებ ხოლმე სათქმელს და სიტყვებს სათქმელის გადმოსაცემად, იმიტომ რომ ხვალზე შესაძლოა ვიღაცამ გამიხსენოს რა ეს შე რო თქვი, რამდენად დაფიქრებულად თქვი, თუმცა ეს ფორს მაჟორში გაკეთებული გადაცემაა და ბუნებრივია ჩვენ არ ვართ შეთანხმებულები ეხლა რაღაცებზე, მაგრამ ეს გაცილებით უფრო გულწრფელია ვიდრე ის რომ მე ერთი კვირის მანძილზე შენთან სასაუბროდ ვემზადებოდი. ჯანა სულ 2 წუთით დაგვშა გადაცემის დამთავრებამდე ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა ძალიან მაინტერესებს. აი შენი აზრით პოლიტიკა სუფთა ხელებით საკეთებელი საქმეა? თუ მაინც ბინძური საქმეა, როგორ ფიქრობ? მოდი ესე გეტყვი, უნდა იყოს. ვისურვებდი რომ ეს იყოს საქმიანობა, რომელსაც სუფთა ხელებით გააკეთებ და ზუსტად იცი რომ სუფთა შედეგს მიიღებ. და მე კიცი როგორ ფიქრობ? სუფთა გული თუ გააკეთებ, ყველა საქმე სუფთა ხელებით კეთდება შემდეგში. რომ კითხვა, არც ერთი პოლიტიკოსი არ არის ბინძური გულით და მაშინ როგორ შევთანხმდეთ მე და შენ ამაზე? ამაზე მე მივხვდებით ამას, როდესაც მოვა ის პოლიტიკაში და აი მაგალითად სააკაშვილის მომენტი, ხო? სუფთა გულით დაიწყო ყველაფერი, ასე ჩანდა ყოველ შემთხვევაში, ხო? უშეცდომოდაც კი. ხო, რითი დაამთავრა? თუ ის ამთავრებს უფრო სწორად. კეთილი, ვისურვებდი ჩვენს მომდევნო გადაცემაში უფრო კარგ თემებზე გვესაუბრა და ნახოთ. რა ვიცი ჯანა კიდე რამე სიტყვია საინტერესოს? არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ დღეს მთელი დღე მუსირებს აზრი ოზურგეთის აქციასთან დაკავშირებით, ბუნებრივია ერთ-ერთი კიდევ ერთხელ გავაკეთოთ რეზუმე, ესე იგი 32000 ადამიანი ფაქტიურად. კი ბატონო. ეს შეესაბამება იმას, რომ თბილისში ყოფილიყო, აგერ ბატონმა გურამმა გითხრა, რამდენიო 300000-იო, და მე უფრო ფიქრობ, რომ უფრო მეც ნიშნავს ეს თბილისისთვის, 32000 ოზურგეთისთვის, უფრო მეც ნიშნავს ბევრად. ალბათ მე დათვლიან და გვეტყვიან ამას. ხო, არ დაგვაქვს იმის დაანონსება, რომ 1 იulis მორიგი აქცია მცხეთამთიანეთში გაიმართება და ასეთივე დიდ რაოდენობას ხალხისას ველოდებით და იმეც ვიტოვებ ესეთი აღტკინებული საზოგადოება კიდევ ჩაგვერთვება ეთერში და ბუნებრივია ჩვენს გვექნება ჩვენი რეაქცია. ამით ღმერთ მაგნას რომ უფრო მეტი და მეტი ხალხი შეემატოს ამ ყველაფერს. უკეთესი მომავლის იმედი დავამშვიდობოთ. რა თქმა უნდა. დაგემშვიდობებით უყველას ობიექტივის ეთერში იყო გადაცემა კვირის მოვლენა გადაცემა მიყავდა მე და ჟურნალისტ ჟანა ასანიძეს. კარგად ბრძანდებოდით.